დაუნინგ-სტრიტზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პოზიციებს განიხილავენ. კირ სტარმერის მთავრობაში კრიზისია ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების გამო, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი ფიგურირებს. ბრიტანეთში პოლიტიკოსების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს. მათ მიაჩნიათ, რომ პიტერ მანდელსონის ამერიკაში ელჩად დანიშვნაზე სრული პასუხისმგებლობა კირ სტარმერმა უნდა აიღოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრს ტყუილშიც ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, პიტერ მანდელსონის ელჩად დანიშვნისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული იყო, რომ ბრიტანელ დიპლომატს ახლო ურთიერთობა ჰქონდა არასრულწლოვანების ტრაფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან. კონსერვატიული პარტიის ლიდერის კემი ბადენოკის განცხადებით, კირ სტარმერი ერთმანეთზე უფრო ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს და ახლაც მისი პოზიცია დაუსაბუთებელი და გაუგებარია. პიტერ მანდელსონის დანიშვნის გამო პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ თავად კირ სტარმერის პარტიის წევრებიც. მოწოდებებს შეუერთა შოტლანდიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ანას სარვარი. მისი განცხადებით პარტიამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. შესაბამისად, დაუნინგ-სტრიტის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. მე უნდა ვიმოქმედო ისე, როგორც ჩემი ქვეყნისთვის, შოტლანდიისთვის იქნება სწორი. ეს ადვილი ნამდვილად არ არის. ეს მტკივნეული, რადგან კირ სტარმერთან ნამდვილი მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი ჩემი ქვეყნის მიმართ ერთგულებაა. არ ვარ მზად შოტლანდიის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი სკოლები, ჩვენი თემები, ჩვენი ქალაქები, სოფლები და კუნძულები შოტლანდიის ეროვნული პარტიის 30 წლიან მმართველობას შევწირო. ყურადღების მოდუნების დრო აღარაა, ამიტომ დაუნინგ-სტრიტის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შემდეგ ყოფილი კაბინეტის მინისტრის, ელჩის და ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პიტერ მანდელსონის წინააღმდეგ ახლა გამოძიება სამსახურეობრივი ძალაუფლების გადაცდომის კუთხით მიმდინარეობს. ფაილების მიხედვით მან დაახლოებით 10 წლის წინ ჯეფრი ეპშტეინს კონფიდენციალური სამთავრობო ინფორმაცია გადასცა. 2009 წელს პიტერ მანდელსონმა, როდესაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მდივანი იყო, ჯეფრი ეპშტეინს სამთავრობო ანგარიშები გაუგზავნა, რომლებშიც ის გზები იყო განხილული, რომლითაც დიდ ბრიტანეთს 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ თანხები უნდა მოეზიდა. მათ შორის საუბარი იყო სამთავრობო აქტივების გაყიდვებზე. ხშირ შემთხვევებში პიტერ მანდელსონი ჯეფრი ეპშტეინს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეილებს მიღებიდან რამდენიმე წუთში უგზავნიდა. კირ სტარმერმა პიტერ მანდელსონი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად 2024 წელს დანიშნა. ამ დროისთვის ის ჯეფრი ეპშტეინთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეფრი ეპშტეინი 2008 წელს არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის გაასამართლეს. მას შემდეგ, რაც მათი მჭიდრო ურთიერთობების დამადასტურებელი წერილები საჯარო გახდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ის 2025 წლის სექტემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლა. თანამდებობა დატოვა კირ სტარმერის შტაბის უფროსმა მორგან მაქსვინიმაც, რომელმაც 2024 წლის არჩევნებისას ლეიბორისტული პარტიის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრ პიტერ მანდელსონის ელჩად დანიშვნა სწორედ მან ურჩია. თავად პრემიერ-მინისტრმა უფრო მტკიცე მიდგომა აირჩია და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. როგორც თავად ამბობს, არ არის მზად უარი თქვას მანდატზე და ქვეყნის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე. მისივე განცხადებით ის გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლებს და ყველამ, ვინც სახელმწიფოს უღალატა, შესაბამისი პასუხი უნდა ააგოს. ჯერჯერობით პიტერ მანდელსონი არც დაუკავებიათ და არც ბრალი წაუყენებიათ. თუმცა გამოძიების ფარგლებში ბრიტანეთის პოლიციამ პიტერ მანდელსონთან დაკავშირებული ორი სახლი გაჩხრიკა. თავად პიტერ მანდელსონი ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებულ ნებისმიერ დანაშაულს უარყოფს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების გადამეტება სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.